ხორცლიანი პაუზის შემდეგ დიზაინერები ბენიკო და გიუკა კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ იუთუბერების ჩაცმულობის შესაფასებლად და მათ თვალს კი არც ერთი საზღარი ჩაცმულობა არ გამოიყარება. ვაუ, როგორ ხარ გიორგი? ოთო ვაუ, ძალიან მაგრად. ჩვენ მოგვითხოვეს მეორე ნაწილი როდის იქნება, წერდნენ 3 წლის მანძილზე და მოკლედ უნდა ვაჩვენოთ. ეს 5 წელიწადში იქნებოდა და ესე უცებ არ ვიყავი მზად ეხა. არა უშავს გიორგი, დარწმუნებული ვარ რომ შვენიერად გამოიყურები და შვენიერ ზმანზე ხარ ხე როგორც ყოველთვის. აი რა ეხა საწყოდან ეხა ავდექი და ანუ არ გამოიყურები. მაინც შეიძლება გამოიყურები. შენ სახუი წელნვიძე. შენ ყველაზე მოდურ გამომწერებს მივესალმები. ყველას ჩემებო მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ეპატაჟური ხალხი, რომელიც წინა ვიდეოში არ ყოფილა, ანუ არ ვიმეორებთ, ხვდები? სულ სხვა ადამიანები, სულ სხვა, ანუ მოკლედ, შენითაც ნახავ, მე არ მინდა უბრალოდ რაღაცები დაგასწრებო. ანუ ამ 3 წელიწადში თან ახალი ვარსკვლავები აღმოცენდნენ. დიახ. და მე მინდა რომ გავაცამტვერო ისინი. ვაუ, რა აგრესიულად დავიწყეთ ბატონო გიორგი თავიდან. მოდი, ეგ აგრესია შევინაჩვენოთ და პირველი ჩვენი კონკურსანტი ეს არის გიორგი თბილისიდან. კარგი არა ტანს ქვემოთ არ ჩანვარ. იმიტომ რომ აი რაღაცა ცოტა რაღაცნაირი გზნობები აღძრა. აი ამ ლუქსზე რა სიტყვის? მე ვიტყოდი რომ უბრალოდ აი ეს იასამნის ფერი ამ ლუქს ცოტა არ შეესაბამება და ნასკებს წითელ ჩავიცმედი მე მის ადგილზე. ავოკადოს ნასკები ძალიან კარგია. აი ეს თალკე უნდა აღენიშნოს. დიახ. ვიცი წამი, ჩემს ქვეშემრდომს დაუძახებ ერთი წამით. დიახ. ლუკა წარმოუდგენელი უბრალოდ ნუ რამდენჯერ გავაკეთე. ეგრე მუშაობა არ შეიძლება ნამდვილად. კი არ მოვა. აი სხვა შორის ეს პირველი ბიჭი არის შესაძლებელი და რა სიტყვა. მაგარი ნაშა. მეც ეგ ვქვი. ცოტა ულოშებზე ეპილაცია რო არ ქონდეს გასაკეთებელი, ძალიან კაი გოგოა მართლა. თქვენ ეს რაღაც ვერ შეამჩნიეთ ეს ბოქსის ხილთათმანიც უკეთია და ალბათ ეს ლუკის ნაწილია. ბენი რა არის? მე არ მიყვარს დაცინო ადამიანი, შენ კი იცი და მიცნობ. დიახ, ხარ, მე პრობლემა იცი რა შემდგომარეობს, ეს ლუკი არის არა მისი casual-ი, არამედ უბრალოდ რაღაცა საღლიცინოდ ჩაცმული. ამიტომ მე ხა ძალიან კრიტიკული ვარ იქ, იმიტომ რომ ქოროს casual-ი მე ვიცი. ქოროსე, იცნო? მე მეგონა ეს გიორგი თბილისიდან იყო. არა, ქოროს casual-ი მე ვიცი და ეს გაცილებით საშინელებაა, ვიდრე ეხა აცვია. ვაუ, მაშინ ამ ბიჭს დაუწეროთ რამდენი? 10-დან რამდენი? 10-დან დაუწეროთ. ბიჭი 10-დან 10-ია, მაგრამ ძალიან ყიაცვია, ამიტომ 2. და საინტერესო ფაქტი მინდა ამ დასაცმელი. ეს არის დედა ჩემის დასაცმელი. მართლა? ვაიმე. დედა ჩემმა თავის გარდაობიდან ცუდი დასაცმელი წაუღო, რომ ქორო ჩაცმო და რაღაც ვიღაც ბიჭების YouTube ვიდეოში ეცვა. ავოკადოს ნასკების დედა შენ. არა, ნამდვილად ეგ არ არის. ეს კაბა და ქურთუკი. კაბა და ქურთუკი. ბატონო. კარგით. შემდეგი ყმაწვილი. აბა შემდეგს ბებიაშენისაცვია ალბათ. კისი გვერდზე იყოს და ეს საძაგელი ძონძის კამი მოვიშორე და დავჯექი ჩემს ახალ მეფურტახზე, რომლის ჩანაცვლების და აღწერის ვიდეოც მიდევს TikTok-ზე. იმას გეტყვით, რომ ეს მაჩუკა All-Market-მა და ჩემი გამომწერებისთვის გააკეთეს ფასდაკლება. OLX-ის ბრენდის ნებისმიერ საოფისეს კამის შეძენისას გამოიყენე პრომოკოდი BENI20 და მიიღე 20%-იანი ფასდაკლება. შემდეგი ყმაწვილი არის ნიკოლოზი ასურეთიდან. ეს რა არის? ეს ვის გაუბედა? ესე გარეთ გამოსვლა ვის გაუბედა გიორგი? იცი რა არის ეხა საშობაო პერიოდი ახალი წელია და კაცი ეხა შემოსავალი ჭირდება YouTube-ით ბევრი ფული ვერ დაწერა და წავიდა და ირმად მუშაობს. ამას დასაძრახი არაფერი არ არის ჩემი აზრით. არა, ჩემი აზრით ეს დასაძრახი არა, მე არ ვიცოდი ამ ბიჭის backstory, ხვდები? მე მეგონა ნიკოლოზი ასურეთიდან იყო და ასე დადიოდა ქუჩაში როგორც ირემი გამოწყობილი გიორგი. არა, ბენი რა. ბავშვები დადიან ქუჩაში ვერ ხვდები შენ? ვიმე პანჩური არ ამოვარტყას რაღაცა ეგეთი. პირიქით, ნახეთ ბავშვები რო დადიან, იქ შეიძლება კანფეტი მისეს ვიღაცა მარილი აჭამოს, ანუ ირმებს, ანუ ამიტომ იქცევა ის ასე. თუ სხვა დღეებში ჩენიშნეთ, ესე იგი შია და გამოვიდა, იმიტომ რომ გაუწოდოს ვიღაცამ შოკოლადის ფილა, ბამბის მაროჟნი და ასე შემდეგ. მე ვიცი ამ ბიჭის ტრაგიკული backstory და მაგიტო ეხა არ არის აღლიცინო თემა მართლა. ამ ირმის ფორმაში გამოწყობილი იყო, რამდენი გადაუხადეს, მაგას არც ვიტყვი. იმიტომ რომ არაფერ გადაუხდიათ. ცრემლი მომადგარ მეგონა თუ დღეს ვინმე ესე მაგრამ უხდება ანუ აი როგორ გითხრა ხა წამყვანი ირმად ვერ წარმომიდგენია იმიტომ რომ ისეთ მომცრო ტანის ბიჭია მაინც ხაცითელი ცხვირიც არა აქვს რუდოლფი არ მგონია იყოს ეს არა აი უკანა მარცხენა უკანა მარცხენა მე არ ვიცოდი ამ ბიჭის ტრაგედიულის და სხვა თვალით რო შევხედე კანის ფერსა და ამ ფერს შორის მე კარგ თავსებას ვხედავ და კარგად არის მოკლედ მაშინ გიორგი ამ ბექსტორი ეს ბექსტორი გავიგე თუ დააკვირდები თვითონ ირემს ანუ ბიჭის სახის ზემოთ ირემს როგორ გაყვირდება
გაკურებული სახე აქვს. გაუცებული პირდაპირ ითხოვს კამფეტს. კი, გაუცებული სახე აქვს, რომ ეს სად მოვედიო, ესო სად მომუშავებენო. ვინ გამიკეთდა? ბენის მაყურებელს მინდა ვთხოვო, რომ ეს ვიდეო რაც გადაიღეს, თუ მოგეპოვებათ სადმე და დამილინკოთ, იმიტომ რომ არ დაიდო ხო აშკარად. ფიზიკურად არ დაიდო, იმიტომ რომ თვითონ ეს პიროვნება იმდენ ამაზრზე რაღაცას აკეთებდა თურმე. ანუ ძალიან შესულა ირმის აი ამ რაღაცა სულიერ სამყაროში და მოუკუკავს იქ იმაზე, რა ქვია, აბძროლა, არხილზე მოუკუკავს, ჩლიქები და ტლინკები უსვრია და ვიდეო თუ სადმე მოგეპოვებათ ძალიან გითხოვთ რომ დამილინკოთ. ეს ამაზრზენია გიორგი, ეს უკვე არ ყოფილა თურმე ეს შესაძლებელი ადამიანს ამაზრზენი არა, ყველა თუ ადამიანია შესაძლებელი ირემი ამაზრზენი. რა თქმა უნდა. გიორგი ეს ბექსტორი რომ მომიყევი, გული ამიჩუყდა და მესაზღრა კიდევაც და ამიტომ ამ აუთფიტს ყმაწვილს დაუწერდი 10, ირემს დაუწერდი 2-ს 10-დან. მე დაუწერდი თვითონ ირემს დაუწერდი 10 და ყმაწვილს 2-ს პირიქით. ვაუ, შენ ძალიან კრიტიკული ხარ დღეს და მომწონს. აი, ძალიან რაღაც ისე გავიღვიძე. ტაში. შემდეგ ყმაწვილი ლუკა თბილისიდან. მე მგონი იმ ირემთან გვერდზე დგა სადღაც ტყეში, თოვლში. მე მგონი ერთად იყვნენ ეს ორი ბიჭი. ეს ფოტო მახსოვს ეს ბიჭი, ეს არის Mr. Valentine 2021. ვაუ. და ეს სახე იმიტომ რომ დაიწუნეს ამ კონკურსზე, საერთოდ ვერ გაუშვეს და გაყურებულია. თუმცა ბენი, როდესაც მთხოვ ხოლმე ლუკის შედარებას, ძალიან გითხოვ, რომ მარტო ზედატანა მკერდზემოთ ნუ მაჩვენე ფოტოებს, თქო, მე ხა პროფესიონალი ვარ და ფეხზე რა აცვია, თვითონ შარვალი რა აქვს, ტრუსიკი რა აცვია, ესენო ვიცოდე. არა, ეს კასტინგზე გამოგვიგზავნეს, ეს ფოტო თვითონ გამოგვიგზავნეს ჩვენმა მაყურებლებმა, ხვდები? გი. ხო და ეს გამომიგზავნა და მე მაგ დროს არ ვიცოდი ეს Mr. Valentine 2021 რო იყო, მე მილანში ვიყავი, მაშინ მოგიხსენება, მან ცხოვრობდი და არა, ეს Mr. Valentine აქ არ იყო. აი ეს მაგამდე თუ მაგის მერეა. ეს არის დელიში ჩატარებული ინდოეთში. და გაყურებულია თან თოვლი მოვიდა ინდოეთში ძალიან დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ და თან არ მიიღეს და ესეთი გაყურებული სახე. აი ეს არ მიიღეს? არ მიიღეს, ნუ ხა გემოვნება არა აქვს. ვაუ, სად აქვს თვალები ამიმებს? ისე როგორი ბიჭე შენი ცნობ ამას? შენ მოგეხსენება მოდაზე უფრო მეტი იცი საქართველოში ახდებოდა ვიდრე მე და ამიტომ ბენი არ გინდა ეხა ძალიან გთხოვ, ანუ არ გინდა ჩემი ქება ძალიან გთხოვ. ეს ბიჭი ვიცი სხვათა შორის და არ არის სული ჰუდი, რაც შეიძლება ითქვას და უხდება. თავარი შინაგანად რა წინადადებები, რა აფორიზმები მოდის და არა რა გაწერია თვითონ ტრაგზე. ამის რო ხურებ რა გახსენდება, რა სიტყვა გახსენდება ბატონო გიორგი რო არ დამემალოთ. Hello, I'm here. მე ბიჭს დაუწერდი, აი თმის გამო ერთ-ერთი აი ეს რამოდენიმე ღერი რო აქვს ჩამოპრეხილი, ეგ არ მომწონს. თავის ლუქიანად 8-ს. ჩამოპრეხილი თმის გამო, ანუ შენ ქულას არ უნდა აკლევდე მე მგონი ვინმეს. ბატონო გიორგი თქვენ მე მიხილავთ, მაგრამ მე არც ერთი თმის ღერი არ მაქვს ამჟამად ჩამოპრეხილი. არა, ამჟამად არ შეიძლება აბადო კიკიკეთიათ, არ ვიცი, მაგრამ ჩამოპრეხილი თვა ეს თქვენი სტილია. ვერ დაგეთახმებოდით ბატონო გიორგი, თქვენ შეფასებას ველოდები. ჩემი შეფასებით იდეალური კონტრასტია და მე ამბიც დაუწერ 10-დან 10-ს. და მის ძმას საერთოდ 10-დან 100-ს. ძმაზე არ ვიცი არაფერი. კარგი, შემდეგი ფოტო. ვახ, სამუელი თბილისიდან. ეს არის სხვათა შორის გადაღებული სამუელმა, როცა თავისი მასწავლებელი, კარატის მასწავლებელი ცემა, მაგ დროს გახადა და მაშინ ჩაიცვა ეს. შავი კამარი აქვს სამუელს, შენი ძახი მაგას? ვერ ხედავ შავ კამარს? არა, შავ კამარს ხედავ, მაგრამ მე უბრალოდ ტყავის ნიანგის კამარი მეგონა. ეს არ ვიცოდი. არა, თვითონ კიმონოს გავს ძალიან რაც კი. საროჭკა არ ყოფილა ესე იგი. კარგი, ძალიან. არა, საროჭკა რა არის, ნუ ერანგი ბენი რა. ვაიმე, რა შევამჩნიე გიორგი, ეს დაფოტოშოპებული ყოფილა, ეს ყვავილები ნახე, რაღაც ლოგოები აქვს. ეხლა უნდა მეუბნებოდე, მაგას მოგაქვს ფოტო და არ იცი რომ დაფოტოშოპ. არა, ეს გამოვიგზა. ვაიმე, გიორგი, მე ამას ვერ დაუწერ ვერაფერს. ყვავილიც კი ვერ დაიკავა. ამ ფოტოში თუ სადაც მასწავლებელი ცემა თავისი კარატის და ამდენი შეძლო, იქ ყვავილი შეეძლო რომ მოეპოვებინა, ჩემი აზრით ეს თავიგული რაღაც ერთი 100 ლარი ეღირებოდა. ამბიც მე დაუწერ 10-დან 10-ს. იმიტომ რომ ძალიან გულიანი ბიჭია. ბიჭს მეც დაუწერდი 10-დან 10-ს, ყავილს დაუწერდი 10-დან 1-ს. გულიანი ბიჭი რო რითაც ჩანს, აი სად დააკვირდი სანთლების განლაგებას. ძალიან cool, ძალიან very cool. მე ძალიან შორს ვიყურები მართლა. ძალიან very cool. ეს ძალიან ლამაზი გული არის სხვათა შორის. მეშინი აი უკან ფეხები არ დაიწვას ამ სანთლებზე, იმიტომ რომ სათუც ფეხები ექნება, ფეხუჩები ექნება. ეს გამოგზავნა ქიმერ მაქსიმუსმა. სხვათა შორის ეს სუშიბარი ვიცი, ნამყოფი ვარ. ძირითადად აქ დამყავს ხოლმე ჩემი მეგობრები. უგემრიელესი, აი უსაყვარლესი მომსახურებაა და გემრიელესი სუში აქვს. თან როგორც ციცინძირიანია.
სუში კუხნია, ესე ქვია რა. და აი მართლა აი გადაიღეთ ცოტა სუში. რა შემიძლია თქვა აქ შეღებილია ქაშკარად ქიმერ მაქსიმუს წინ, ბოლო წინ. კი, წინ ჩოლკები შეღებილი აქ. სხვათა შორის არ ვიცოდი რომ ამასაც ჩოლკები ერქვა, ანუ კი გრძელია, მაგრამ ჩოლკებს ეძახიან გოგოები. მაგრამ მე მგონი მოპარსვა დაავიწყდა აქ. არა ეს სტილი ეს. სტილია. არაფერ დაავიწყდა, ყველაფერი არის იდეალურად. თეთრი ლიფი უხდება ჩემი აზრით. კანის ფერს. შავი არ მოუხდებოდა. არა, ძალიან მართლა შენ საოცარი ხედვა გაქვს, მართლა ხა გისმენ და ბურძგლავს. და ეს წითელი სათელი ჩემს გათვლილი იყო რა. არა, ეგ წითელი სათელი მანდევს ხოლმე სულ, ახლა მართლა ყვილს ვერ ვიტყვი რომ ხო კი. სო. აი, დაშუკრავ. ამბიჩ დაუწერდი 10-დან 9-ს. ხო, აი ამ საცვალისო თეთრი ეცვას, საცვალისო თეთრი ეცვას, აი შავი ჩანს და თეთრი რო ეცვა საცვალი შიგნითაც 10-დანაც დაუწერდი. არა, ძალიან კარგი ფოტოა თვითონ. ფოტო კარგია კი. ძალიან. აი მეგონია რომ რაკურსის გამო არის ესე კარგი. ჩემი აზრით რაკურსის გამო. კი, ალბათ. ეს არის ვაჟა. ბარკალაია, ვაჟა ბარკალაია. ვაჟა ბარკალაია, დიახ. პირველ რაც შევამჩნიე, მე ამბებს ვიცნობ, ისე რომ იცოდე. მე ამბებს ვიცნობ, კი, რაღაც გვიკეთებია ერთად, საქმეები და შემიძლია ერთი რაღაცა გითხრა გიორგი არ დაგიმალო პირდაპირ თავიდანვე რა. აბა? ეს არ არის ვაჟა. ეს AI-ით გაკეთებული ფოტო არის, რომელიც ამოგვიგზავნა და გვაკადრა. დავაკვირდი სხვათაშორის სახეზე. თითქოს და აი მესამე სპაიდერმენში ტობი მაგვაიერი რო ვენომი ხდება და იცვლის გარეგნობას. აი თითქოს ვენომი ჩაუსახლდაო ბასტოს, მაგრამ ბასტოს ძალიან სათნო იმილი აქვს და არც ფულზე დახამებული არ არის ესე. აი ახლა რო ვუკვირდები, მოყვები, აი სპაიდერმენ 3-ს რაც ისაუბრე და ის ფულზეც მოყვები, მე ფულზე ანუ მე AI რო იქიდან მივხვდი რომ ამდენი ფული ვაჟას არ ქონია არასდროს თავის ცხოვრებაში და ძირითადად 20 ლარიანები რო ყოფილიყო, 10 ლარიანები გავიგებდი. კი, აი, კი ბატონო. მე ამას ვერ შევაფასო. გიორგი, ეს დასაცმელი და ჩაცმოვდა ეს ფული და ეს ყველაფერი ჩემი აზრით AI-ით რახან არის გაკეთებული, მე ამას დისკვალიფიკაციას მივიცემდი, საერთოდ არ შევაფასებდი ამას. შეიძლება. იცი რა არის, AI-ის თულებს ჩვენ დიზაინერები ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე, რომ ინსპირაცია მივიღოთ. რომ ნახოთ წინასწარ, სანამ შევკერავთ ამა თუ იმ ტანისამოს, რამდენად უხდება ადამიანს. კი. და მე ვფიქრობ, რომ ბასტომ ეს στილი უნდა აიღოს და ასე უნდა იაროს. კი, ფულების გარეშე და ხამობის გარეშე ჩემი. არა, პირიქით, ეს ფულები პირიქით მატებს მაი ამ. აი, შოვოს, მეტი? ესე უნდა ეჭიროს, მარა უნდა იყოს ფულის და ინიევოს. აი ეს იქნება ძალიან კარგი. გიორგი, შენ ხედვას ვერ აფასებენ ეს ხალხი. გადავიდეთ მეგობრებო, გიორგის არხი გამოიწერო და წავახალისოთ ცოტათი მაინც მის fashion იდეებს გაგვიზარებს იმ არხზე. ოქტოპუსი ქვია, ოქტოპუსი. არა, მე ხის სახლზე გადავედი. ხის სახლი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ Steve Jobs-იც თავის დროზე Apple-ის დამფუძნებელი იყო და მე მოიშორეს იქიდან. და ეხლა ყველაფერს ცდილობენ ლოთთა კლანი და ერთ-ერთი კიდე ინდუსი ადამიანი, რომ ჩემი ეს შემოქმედება ჩაკლან და მე მინდა რომ უკვე სხვაგან წავიდე და გავაკეთო ახალი ბრენდი. გული დამეწვა, თან მეწყინა გიორგი ესეთ რაღაცები რომ მითხარი, მე შენზე არ ვიცოდი ეგეთი გასაჭირში თუ არ ნერვიულო ბენი არა, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. შენ ბევრჯერ ამოსუხარ მცხნერიდან და ახლაც ამოხვალ მე მჯერა. კი, ცოტა მისვია, ეხაც მისვია ცოტა, მაგრამ არა უშავს, გამთავისუფლდები, კარგი ქიმწმენ და ვიცი. აბენ მე მგონი სასაცილო არაფერი არის, როცა პიროვნულ ტრაგედიაზეა საუბარი, ეხლა მე მგონი ეს ალბათ სხვა რამე გაგჩართული და მე გეცინებ. ჩემმა ასისტენტმა მომიტანა რაღაც კაბა და ისეთ მახინჯია რომ მაგაზე გამეცინა რომ საერთოდ ეს როგორ მაგარი. ვერ დავიჯერო. ფუ ლალი. ბატონი ვახო ნახალო უკიდან. ვაიმე. ეს არის ამაზრზენობა. ეს ბიჭი მე ვიცი, დაშლილი მაციულისგან და რაღაცებისგან აწყობს ტანისამოს. მე ეს ბექსტორი არ ვიცოდი. კი, ჯარც აგროვებს, მიდის, ესე ნახულობს და კინისგან არის თავისი ხელით არის გაკეთებული ყველაფერი, იმიტომ რომ მას ფიზიკურად, ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ტანსფერი იყიდოს. ისე იმაში ანკეტას როცა ავსებდა და ფოტოს გზავნიდა, დაწერა რომ ვალები მაქვსო ბევრიო და ალბათ წერა იცის? კი. ეს არ ვიცოდი მართლა. მე მეგონა მარტო ხელობა იცოდა. არა. როგორ გამიხარდა ეხლა რომ წერაც არ დაიკარგება ესე იგი. წერაც იცის და თვლაც იცის, იმიტომ რომ ზუსტად მითხრა მამამისის ვალებით და თავისი ვალებით. ეს ორი არ არის, რასაც აკეთებს, არის ხუთიანი. ეს არის ხუთიანი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომაულად ეს სიმბოლო ნიშნავს ხუთს და სხვადასხვა ამ სიმბოლოს იგი აკეთებს ხოლმე ძალიან ხშირად და მე ენას ყოფს შიგნით. ესეც ხშირად მინახავს.
რა სამწუხაროა. რა მაგრამ სამწუხაროა. თვითონ ლუკი მე ვფიქრობ რომ ამბიც რაც აცვია ხოლმე ყველაზე კარგი რაც მინახავს ეს არის. ყველაზე კარგი რაც გინახავს, მე მგონია რომ ეს საერთოდ არ უნდა ეკადრებინა, მაგრამ ეს ბექსტორი რო გავიგე, მე გიორგი. მგონია მართლა ბენი, მართლა მგონია რომ ჩაფხუტით ისეთი უნდა იყოს რომ ვერ ვცნობდე ვინ არის, იმიტომ რომ გაცილებით მოუხდებოდა. იმიტომ რომ ხა ჩანს რა გარეწარი ადამიანიც მზირება იქიდან. მე მაგ მისი ფილმი ნანახი სხვათა შორის პლაგიატორი ქვია და ალბათ იცი ის სცენა, როდესაც ეუბნებიან რომ მოიხსენი მუზარადიო. და როცა იხსნის ის ძალიან შთამაგონებელ სიტყვებს წარმოთქმავს. მე ვარ მაქსიმუმ ზეციმ არის ალბათ იცით და მოგისმენია. ძალიან სულში ჩამწდომი სიტყვებია. ამას წინათ მე არ მინდა რომ დაგიმალო გიორგი და ამას აქვს გამოგზავნილი ძველი ანკეტაც. ცოტა უფრო პუტკუნა იყო მაშინ და სელაპის ფორმაში იყო გადაცმული და არ მივიღე რომ არ მოგატყუო, არ მივიღე. სიმართლე გითხრა მე ნანახი მაქვს ეს მისი მიმართულება სელაპის ფორმაში რო არის გადაცმული. ეს არის როგორც ვიცი ახლობლის ქორწილში იყო ეს წასული. აკეთებდა იმას სელაპს იძეს. მე დანახი მაქვს ეს გამოიცეკვა პატარძალი ასე კი ბატონო. არც მინდა რომ დემონსტრაციაში ვნახო ეს ყველაფერი როგორ არც მინდა. ეს სელაპის იძეს ხშირად ცეკვავს ხოლმე ეს ბიჭი? დღეში ორჯერ მაინც რო არ იცეკვას ფიზიკურად არ შეუძლია. აუ რა დასანანია. მოკლედ რა გიორგი მე ამას 11-ს დაუწერდი 10-დან იმის გამო რომ შემეცოდა. მე იმდენ ქულას დაუწერდი რა შეფასებასაც ვხედავ და თვითონ გვაჩვენებს. 5-ს ანუ. დიახ, 5 ქულას დაუწერდი. ოღონდ 5-დან. 5-დან 5 ქულას. ვაუ, შენ ვახო ნახალოკელი გადახვედით შემდეგ ტურში. პირველი მე მგონი შეთანხმებულად მაქსიმალურ ქულა დააგრო. ეს არის მირიანი გაგოშიდან. ამ ბიჭს აქვს პრეტენზია რომ YouTube-ზე საუკეთესო ჩაცმულობა აქვს. და ჩემი აზრით გიორგი მე და შენ როდესაც ვსუნთქავთ დინასტიას ტოვებთ ჩემი აზრით ვიღაცას არ უნდა ქონდეს მაგაზე პრეტენზია აბსოლუტურად გეთანხმები თან აი ხა მაყურებელს შევეხედა ვაჩვენებ რამაცვია ფეხზე უბრალოდ როცა ესეთი რაღაც გაცვია ჩემი აზრით სხვა ეგეთ რაღაცას ვერ უნდა ბედავდეს მაგრამ არა უშავს აი სიფსიხე არის ჩემი აზრით აი მე ამას ანუ ეს მე მომპარა პირდაპირ ვიტყვი ეს ეგრეთ წოდებული უშანკასასაც ეძახია ეს მე მომპარა სათვალებით მაგაზე უნდა მეთქვა რომ ყველაზე ცუდი რამ არის რაც უკეთია თქო და შენ თუ მოგპარა არ ვიცოდი სამ არა ნახე მე მომპარა უნიჭოდ ხვდები მე უნიჭოდ მომპარა გასაგებია ეს წერიც მე მომპარა იმიტომ რომ წერი მეც მაქვს აქ ტატუ მეც გვერდზე მეც მომპარა მეორე ხელზეც მაქვს ტატუ და ეგეც მომპარა და წითელი მოგეხსენებათ გიორგი დღეს მე წითელი სპორტული მაცვია და ჩემი აზრით ეს წითელის ინსპირაციაც ბენი გასაგებია რომ ეს ბიჭი ქურდბაცაცაა მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა აი ახლა უყურებ ამ ფოტოს და რა მინდია ვერ მივხვდი საიდერზე კითხვა გიორგი აი რა მართლა ვერ მივხვდი რა მინდია ზეა ქარბუქია აი ალბათ შორტიც რო დამენახა უფრო საერთო სურათ შევკრავდი მართლა ვერ მივხვდი რა მინდია იმიტომ რომ აი უკან მაგალითად ქურთუკს ხედავ აი უკან ქურთუკიან ადამიანს ხედავ მაგრამ ეს ადამიანი თან თითქოს და ეს უშანკა ახურავს და თითქოს ეს ხო სითბოს შენარჩუნებისთვის არის თან მზის სათვალე უკეთია თან პერანგიაცვია ესეთი რომელიც არის მოკლემკლავიანი მე მგონი დასაწვენია ეს ადამიანი და ღამეა და სათვალე უკეთია თან ანუ ვერ ხვდები ხო ანუ ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია ცოტა სურეალისტურია მე ამას უნდა გავაშინა არსებ და აუცილებლად დაგიბრუნდებით შემდეგ ეპიზოდში უკვე გაშინა არსებული შემდეგ 3 წელში თუ ავა ეს ვიდეო 10,000 ლაიქზე მე და გიორგი მესამე ნაწილსაც გადავიღებთ ამ შესანიშნავი რუბრიკის. აუცილებლად. შემდეგი უეპატაჟურესი ადამიანი არის ჩვენი მაყურებელი გიორგი ვერსკი. პირდაპირ გეტყვით ახლა პირდაპირ გეტყვით ეს არის 0. მე ვხედავ აქ რაღაცებს, რასაც შევერ ამჩინე ვეთყობა. არა, ნუ ეს არის glow up-ამდე მე მგონი ეს ბიჭი მე ვიცი არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ეს არის 0. ვერ დაგეთახმები. ეს არის ბალენსიაგას რანვეიზე გადაღებული რო იცოდე. სპეციალურად დემნამ ჩააცვა. ძალიან გთხოვ, ხა დემნამ რა იცის? ანუ აი ძალიან გთხოვ. ხა როცა მე ყავარ მოწვეული აქ დემნა და დოლჩე გაბანებს და ვიღაცებს ნუ მიხსენებ ძალიან გთხოვ. კარგი გიორგი, მე უბრალოდ მინდოდა გიორგი წამეხალისებინა და მეთქვა რომ შესანიშნავად გამოიყურება ამ ფოტოში. აი ეს შავი მაისური, აი ამ ეს სისუსტეც უხდება, ეს სისუსტეც უხდება. ჩემი აზრით. ჩოლკა და წარმოუდგენლად სულ ამას გადართე, გამორთე. კარგი, შემდეგი კონსულტანტი, ვაიმე ოთარი გლდანიდან. ეს არის ოთარი გლდანიდან. მე პირველ რად შევამჩნიე ბატონო გიორგი არის ის რომ ამ ბიჭს მეგონი ფული არა აქვს.
არა, მე მგონი ცოტა ზედმეტი იყო. ხო, ანუ ნახეთ, დახეული, დაფლეთილი. ეს ბიჭი გლდანშია გაშლილი, ძირს და გიტარაზე უკრავს ხოლმე. ფულს აგროვებს, მაგრამ ფული არა აქვს. და მოიცა. ეს ქუდი ახლა მემახურავს გიორგი რო იცოდე. ეს ქუდი ახლა ძალიან ვაირალ ქუდია, ანუ ახლა ესეთი მეც მაქვს. არა, ვერ მიხვდები. მეორადებში ვიყიდე, ვინტაჟური შოპი იყო და მეორადებში ვიყიდე 3000 ევროდ და ანუ შენ რას მეუბნები რომ ამის ნაცვამი დავიხ, ანუ ამის და რეპლიკა იქნება. ვაიმე კიდევ კაი. ზო ამას უეჭველი ფეიკი ახურავს, ხო? აუცილებლად. ან შენ იყიდე ფეიკი, ხა მაგას არ გამორიცხოთ გიორგი ახლა გიორგი ახლა გაჩერდი. მე ფეიქს არ ვიყიდ, სუნზე ვცნობ. ეს საერთოდ ქუდი არ არის, იცოდე, ეს არის სკიმასკი, რაც მე ახლა მახურავს, არის მასკა, რომელიც აკეცილი მაქვს ქუდად და ჩემი აზრით ეგეთი საუბარი შენ არ შეგშვენს. შენ იცი ჩემი მოღვაწეობა და მე სუნზე როგორ ვიგებ რა არის ფეიკი და რა არის ორიგინალი. აქ ჩამსუნი აბა და ჩემი ტურისტიკა მაინტერესებს არის თუ არა ფეიკი. მოდი აბა. გადაცემ. ბატონო გიორგი ეს საკადრეთ. ერთი კვირა არ გამოგიცვლეთ ბატონო გიორგი ეს საკადრეთ. ზუსტად გეტყვით ერთი კვირა და 3 საათია. 2 კვირა შეცდით. აი, მე თქვენ ხმას ვაგონა რომ არა, მე ზედადროს იგივე გულისხმობ. მაგის შიგნით კიდე რო გაცვათ, შეიძლება ეგ 2 კვირა. ეს ყმაწვილი არის აღფრთოვანებული და აღტაცებული, იმიტომ რომ ქუჩაში იდგას, ფულს ითხოვდა და ვიღაცამ სიგარეტი მისცა. დააკვირდა სიგარეტია, როგორც ვიცი, სობრანიე. და წარმოუდგენ პანიკაშია, და აი დააკვირდით. გაოცებულია. მეთქი რას პოზიორობს თქო. არა, რას ისულელი ხა, ჯერ ეს რა პოზაა მისაღება. ესეთი პოზით რომ დამიდგეს ჩემი მოდელი, ეგრევე მოვისური იქიდან. ვაიმე, ეს არის საგიჟეთი. მე ამას ნოს დაუწერდი. აი ხა, დიდი არაფერი ბიჭე, მართლა ხა სიმართლე თუ გაინტერესებთ ეგრეა რა. უბრალოდ მართლა კარგად იცნობს. ანუ დღეს რაღაც ეს ცუდი გამოგვიგზავნა, ფლეთილი. არა, რატო? პირიქით, მე ძალიან მომწონს. აი, მე გიორგი, ეს სიგიჟეები მესმის, რაღაც სიგიჟეები. ქუჩის სტილს ძალიან უხდება ჩემი. აი, რაღაც street art-ი არის გლდანური. თქოს ვერაზეა. ეს ფოტო გადაღებული. თითქოს ვერაზეა თუ ერაზეა? არა, თქვენ გლდანი ახსენეთ და მე ვფიქრობ რომ ვერაზეა ეს გადაღებული ეს ფოტო. ანუ ვერ ხვდები ახლა უკანა ფონტი. მე მგონი გაატასავეს ეს ბიჭი იქა და მოიპარეს და ვეღარ აგნებდა თავის. გასაგებია და გლდანი და სიგარეტა აფრიშუაში ყოფილა ვერაზე ვარო ჩემი კარგი მოვტყა. გასაგებია. პირველად ნახა ვერა. ვაუ. მივხვდი. ტაში გიორგი, ამ ბიჭს ვერ შევაფასებ მე ამის მერე რაც გავიკე და ეს იყო ბოლო. ეს ბოლო. ანუ ცუდით ვამთავრებთ, რა ცუდია. კი, მაპატია გიორგი რომ აი ესე მოგვიწია, ასეთ ტონზე დამთავრება, მაგრამ ჩემი აზრით შენი თვალი, ანუ კი გაიზარდე ამ საწელში და ბერდი, მაგრამ თვალი ისევ ისე გიჭრის, როგორც აქამდე გიჭრიდა. ძალიან დიდი მადლობა, ეს ჩემი საყვარელი გადაცემაა მთელ YouTube-ზე და ყოველთვის მზად ვარ ხოლმე რომ დამწყება კონტენტ კრეატორებს მივცე რჩევები, თუ როგორ დაიწყონ დილა, რა მიირთვან და რა ჩაიცვან, იმიტომ რომ წარმოუდგენელი უბიცობა და ბეცობა არის, რაც ამ სფეროში ტრიალებს. გეთახმები გიორგი, ჩაცმის კუთხით. 100%-ით და მილიარდი პროცენტ გეთახმები გიორგი ყოჩახ, მადლობა ხალხო, ვინც უყურეთ და აი ამ ვიღაც საძაგლების ფოტოებს გაუძელით. მადლობა გიორგი რომ დაგვითმე დრო. ვიცი რომ შენ არ გეცალა. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით არ ყოველთვის ზად ვარ რომ მოვიდე შენ არხზე და დავაჯვა ვიღაცებს.